TV4-ის ეთერშია კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის დაიჯესტი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე გამართულ საჯარო სხდომაზე Georgian Water and Power რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50,000 ლარით დააჯარიმა. გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიას შესაბამისი ვადებიც განესაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით Georgian Water and Power-მა მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სემექსში რუსთავის მერიასთან შეთანხმებული 2026 წელს განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმა უნდა წარადგინოს. ჩვენ იმის მიუხედავად, რომ 2021 წლიდან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავატანებინეთ კომპანიას სემეკის ჩართულობით, როდესაც მათ ჰქონდათ ვალდებულება საინვესტიციო ახალი პროექტების განხორციელების, ამის მიუხედავად, ნებისმიერ დროს, როდესაც არაპასუხისმგებლიან დამოკიდებულებას დავინახავთ კომპანიის მხრიდან, ჩვენ გვექნება აუცილებლად რეაგირება. დღეს ხდომაზე დეტალურად იქნა განხილული ის საკითხები, რომელიც დარღვევით მიმდინარეობს და რეკომენდაციების შესრულების შემდეგ რუსთავი ამ კუთხით გადადგავს წინ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქალაქში ეს გამოწვევა იყოს დაცლებული. დეტალურად გავიარეთ რუსთავის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სათავე ნაგებობის ელექტრონულ ქსელებში არსებული პრობლემები, რის მოსაგვარებლადაც Georgian Water and Power-ს განესაზღვრა კომისიის მიერ კონკრეტული ვადები. მომდევნო კვირას ასევე მოვისმენ საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ცალკეულ შეფერხებებს და იმ მიზეზებს, რამაც გამოიწვია ამ პროექტების შეფერხებები. დაევალა კომისიას ასევე, რომ ამ პროექტების განხორციელებას უფრო მეტი ტემპით მიხედოს. მომდევნო კვირის კომისიის ხდომაზე დავასრულებთ ჩვენ საკითხის განხილვას, გავცემთ კონკრეტულ დავალებებს და ასევე Georgian Water and Power-ი დასანქცირდება მის სისტემაში და ქსელში არსებული ტექნიკური ნორმების და წესების დარღვევის გამო. ჩვენ მოვისმინეთ სემეკის თავმჯდომარისგან გადაწყვეტილების პროექტის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირ დავალებას წყალმომარაგების კომპანიისათვის ელექტროენერგიის მომარაგების ქსელის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ინვესტიციის გათვალისწინებული პროექტის სამუშაოები და ასევე საუბარი იყო დასანქცირებაზე GVP-ს, თუმცა ვინაიდან განხილვის პროცესი არ არის დასრულებული, სანქციის ფორმა და ოდენობა არ არის ზუსტად განსაზღვრული. რუსთავის ოთარ ჩხარტაშვილის სახელობის გალერეაში რუსთაველი მხატვრის ლაშა კალანდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით ჩემი მეგობარი ქალაქი რუსთავს ეძღვნება და ის ერთი თვის განმავლობაში მიიღებს დამთვალიერებლებს. რუსთავის ხელოვნების გალერეა ერთი წლის წინ ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში მან 7 გამოფენას და 5,000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა. დღეს რუსთავის ოთარ ჩხარტაშვილის სახელობის გალერეა მასპინძლობს რუსთავზე შეყვარებულ ახალგაზრდა ადამიანის ნამუშევრებს, სადაც მის ფერწერულ ტილოებში წარმოჩენილია ჩვენი ქალაქის სხვადასხვა უბანი, რაც ჩვენს ბავშვობასთან, ჩვენს დღევანდელობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ კი რა თქმა უნდა გვიხარია ის ფაქტი, რომ რუსთავის მერიის გუნდი ვქმნით სწორედ ისეთ შესაძლებლობებს, რომელსაც ეს ნიჭიერი ადამიანები იყენებენ. გამოფენას ჩემი მეგობარი ქალაქი და თვითონ სახელი ამბობს მოსაყოლს, ესე ვთქვათ, წარმოდგენილია 30 ნამუშევარი. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქალაქში მაქვს კიდევ ერთი გამოფენა და ბედნიერი ვარ გალერეაში, რომელიც გენიალური მხატვრის სახელს ატარებს და ის ჩემთვის ორმაგაცაა ნახო. პირველად რუსთავის სპორტის სასახლეში იან გვარიორის შერეული საბრძოლო ხელოვნების რიგით მე-16 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში მსოფლიოს მასშტაბით 13 წყვილი ჩაერთო. მთავარი ბრძოლა კი ქართველმა სპორტსმენმა გიორგი ქართველიშვილმა გამართა და იან გვარიორის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. რუსთაველმა სპორტსმენმა აზერბაიჯანელი მეტოქე აიხან ტაგიევი დაამარცხა. ტურნირი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. იან გვარიორი არის პირველი
პირველი ქართველი სამოყვარულო შერეული საბრძოლო ხელოვნების ლიგა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით უკვე 15 ტურნირს უმასპინძლა. სპორტულ ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანის, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზერ სუბარი, პარლამენტის წევრი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ილია ჯალაღანია ესწრებოდნენ. მადლობა პირველ რიგში ამდენ აუდიტორიას მართლა არ ველოდებოდი და მადლობა რუსთავს ესეთი დაფასებისთვის, ესე რომ ვთქვათ, ნაშრომი დაფასდა და კამარი ჩვენთან რჩება საქართველოში და რუსთავში. რაც შეეხება ჩემს ბრძოლას, ფიქრობდი, რომ უფრო ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც ჭუბია ბრძოლა მოხდა მოწინააღმდეგეს და პირველი რაუნდში დასრულდა. მთავარი მიზანი ამ სპორტის სასახლის მშენებლობის, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მოხდა, იყო სწორედ ამ ტიპის მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების გამართვა და მასში ძალიან ბევრი განსაკუთრებით ახალგაზრდის ჩართვა. წარმატება მინდა უსურვო ყველას და მე ზუსტად ვიცი, რომ რუსთავი იქნება გამორჩეული იმ სპორტული ღონისძიებებით, რომელიც მომავალში კიდევ გაიმართება. სასიხარულოა, რომ რუსთავი და რუსთავის სპორტის სასახლე მას გვიძობს ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს MMA-ში. როგორც მოგეხსენებათ, MMA არის ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობა საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ორი მსოფლიო ჩემპიონი სილია თოფურიას და მერაბ ვალიშვილის დამსახურებაა და დამსახურებაა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ფედერაცია MMA-ში ძალიან კარგად მუშაობს და დღევანდელი დღე ზუსტად ამის მაგალითია. მე მინდა ჩვენ სპორტსმენებს წარმატება უსურვო, საქართველოში ბევრი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ყავს ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად MMA-ში. სპორტის სამინისტრო ხარს უჭერს ყოველთვის ამ სპორტის განვითარებას, ისი მაგალითიც არის, რომ ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში თბილისში უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს MMA-ში, სადაც ეწევიან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის სპორტსმენები, დაახლოებით 1000 სპორტსმენზე მეტი იქნება და ჩვენ ახლო მომავალში შეგვეძლება, რომ დიდი საერთაშორისო ტურნირის მოსწრენი გავხდეთ უკეთ რიგში. ძალიან ბევრჯერ გამოსულა სხვა ქვეყნებში. აი ესეთი განწყობა მე არსად არ მქონია. ჩემ რუსთავ ქალაქში ძალიან მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიე. დავიმარჯვე და რუსთავს ვასახელებ ჩემი სახელით. ძალიან მიხარია ის, რომ ჩემ ხალხში დავიმარჯვე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. პრემიერმა სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს. ირაკლი კობახიძემ ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვარ-ივლისის ზრდა 8% შეადგინა, რაც არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მთავრობის მეთაურმა სხდომაზე ასევე ისაუბრა სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილ სახსრებზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციით ჯამურად 700 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი და აღნიშნული თანხები მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზეა ორიენტირებული. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრა ახლა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც პრივატიზაციის პირობებს მოაწესრიგებს. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ნარკოდანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და დანაშაულთან ბრძოლის პროცესში გამოვლენილი გმირობისთვის თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს მადლობა გადაუხადა. ასევე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება და ეს ზრდა 2026 წელსაც 10%-ით განისაზღვრება. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა შენობების ფასადების იერსახესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დამტკიცდება შენობების ფასადებისა და გადახურვის ერთიანი სტანდარტები, რომელთა შესაბამისად მოხდება ყველა ნებართვის გაცემა. მთავრობის მეთაურმა სხდომაზე ყურადღება დაუთმო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამასაც და ირაკლი კობახიძის განცხადებით ინტერესი ძალიან მაღალია და სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის სურვილი უკვე 18800-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა გამოთქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი. მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია. ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვა ედება ბრალად. ნარკოდამნაშავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მოსამართლის განჩინებით საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ. სამართალდამცავებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე. მათ შორის არიან იორდანიის, ინდოეთის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ამ და სხვა სიახლეებს ნახავთ TV4-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს.